გიორგი ქორქიას ანამნეზი. დავიწყეთ. რა მაწუხებს? ყოველწელს ახალ-ახალი რაღაც განსაკუთრებით რაც ასაკში შევედი ხა 51 წელი, ისეთი ასაკია რა, მაინც სულ ზევით მიდიხარ, მე იწყებს დაშვებას, ხო, ჯანმრთელობა და რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტი რაღაც, მაგრამ როგორც ხვდები ეს ყველაფერი რაც ახლა მაწუხებს ამ ეტაპზე არის გარკვეული ძველი ტრავმების გამოძახილი ალბათ. მაწუხებს თავარი, რაც არის, ეს არის თავის ტკივილი. შაკი კი, რომელსაც რამდენიმე წელი შეომიტია საშინლად. და ფაქტობრივად, რა ვიცი, შევეგუა იმ ცხოვრებას რა, ყოველ დილას, ვიცი, აი რა უნდა დავლიო, რაღაც წამლები, რაღაც მოკლედ რა. თავარი რაც მაწუხებს ეგ არის და დანარჩენი პატარ-პატარა რა ტრავმები რომ მქონდა, ადრე ეგეთი რაღაცები ცოტა ნელ-ნელა მაწუხებს, მაგრამ ნორმალურადაა ყველაფერი მაინც. ჩემი იმუნიტეტი. რა ვიცი, ალბათ ძლიერი, რა ვიცი, ხა ისეთი არაფერი არ მომართება ხოლმე, რომ გრიპი არ გადამდებია სხვის გამოკლედ რა, თუ ჩემით გავციდით, ეგეც იშვიათად ხდება ძალიან იშვიათად, რომ სიცხმა მიწიოს ისიც მეორე დღეს ისე 36 და 6. მაცმევდნენ წვრიან წინდებს, არა, ძმართ მარტო სალაჩი მისხავდნენ მეტი არაფერი საერთოდ. ბავშვობაში გადავიტანე, ერთადერთი რაც მახსოვს, ეს იყო ჩუტყვავილა. ეს ბევრი რაღაც მწვანე ის რა ქვია, ბრილიანტის მწვანით რა ასახია და ზილონკას ბჭყალებში რო ეძახდნენ ადრე. და დავდიოდი ეს უდაკოპლილი მახსოვს ბავშვობაში ეგ იყო და ეგ მეტი რა გადა ბოტკინი. ბოტკინი გადავიტანე, საშინელი. ესეთი საკმაოდ ძიმედ ქონდა და იმის მერე ვითვლები რომ დაბოტკინარი ვარ და ვერც სისხლს გადაუცხავ ვერავის და რაღაც გარკვეული შეზღუდვები მაგის მერე მქონდა, მაგრამ ის იყოს როდის სკოლის პერიოდში. ცუდად მახსოვს, ცუდად. რავი, თუ ხა გარკვეულ ტრავმებზე აქაც საუბარი, ცუდად მახსოვს, ალბათ პირველი ორი მოტეხილობა ფერი შევეგუე. ტრავმატოლოგები ცნობდნენ უკვე, აი მოვიდა, ისე მოვიდა. ეს მთელი ტრავმები გამოწვეული იყო, ცხენოსნობაზე დავდიოდი და ხან რომელ კუთხეში ვეგდე იპოდრომის, ხან რომელ კუთხეში ცხენიანად, ხელი მოტეხილი, ფეხი მოტეხილი, ნეკნები დაბზარული. ბოლოს ისე ვიყავი, რომ ნეკნების გაბზარვაზე აღარც ვამბობდი არაფერს, ჩემთან სახში საერთოდ არ იცოდნენ რაღაცა რომ ჭირდა. მქონდა ამის ორი ნეკნი გაბზარული. ხო, ცუდად არ მახსოვს, რატომ მახსოვს, ცუდად ჩემებს ახსოვთ. ერთ დროს მაწუხებდა და დაუძლიე. ვაროცი. ალბათ არ ვიცი, არაფერი არ მაწუხებდა, ადრე რაც მაწუხებდა, ეხაც მაწუხებს ეს ქრონიკული შარკები და ასე შემდეგ. ხშირად ვცივდები, არა, სხვათა შორის არ ვცივდები ხშირად, იმიტომ რომ სიცივის კაცი ვარ, მე სიცივეს შემიძლია ვიარო ისევე ჩაცმულმა, როგორც ზაფხულში და უფრო კომფორტულად ვარ. ვიდრე ზაფხულში. ანუ სიცივეს უძლებ, ნებისმიერ მინუს უძლებ, თავარია არ იყოს ქარი და ეს ქარიც იმიტომ მიშლის ხელს, რომ ისევ და ისევ თავის ტკივილებზე გადადის ყველაფერი რა. ანუ ქარის ამოვარდება, ამას ხვდები ხოლმე თავის ტკივილით, წვიმას ანაწამო, ამასაც ხვდები თავის ტკივილით და შესაბამისად ბევრ რაღაცაში ხელს მიწყობს ერთგვარი ბარომეტრი ვარ. ვიმიზეზებდი ავადმყოფს სკოლაში კი იყო ეგეთი რაღაც და იცი რა მახსოვს, ხანდახან არ მინდოდა წასვლა რა, გაკვეთილი არ ვიცოდი რომ გამომწურავდა მასწავლებელი, მაშინ ვიმიზეზებდი და სიცხე ორი რაღაც დავამოვან ბავშვობაში, ერთი იყო თერმომეტრის უკუღმა დაფერცხვა, რომ ჩამოსულიყო ვერცხლისწყალი და მეორე იყო ნატეხ შაქარზე ერთი წვეთი იოდი და იმას ჭამდი და ეგრევე სიცხე მიწევდა. ეგრევე ადიოდა სიცხე სადღაც 9 საათით 38-39-მდე. და ვიმიზეზებდი ხოლმე და მე ჩამაგდებდნენ ლოგინში, ძრიან წინდებს არ მაცმევდნენ. აი ვიღაც ჩემნაირმა თავხედმა მითხრა და გავაკეთე და საიზღარე გემო ქონდა, მაგრამ სამაგიეროდ სკოლაში ორიანს აღარ ვიღებდი. უბრალოდ არა ჩაიწერებოდა და ეგ იყო. ემოციური ვარ, ფეთქდები იშვიათად ფეთქდები ძალიან, ყოველთვის ვაკონტროლებ ხოლმე ჩემს მდგომარეობას, აი ეს რაღაც თუ კი რა თქმა უნდა რაღაცებს ბრაზდები, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ ეს არ გამოვხატო და მითხრეს რომ ეს ძალიან ცუდია, პირიქით არა ჯობია გამოხეთქოს ამ ყველაფერმა, ვიდრე შენში დაგროვდეს და რაღაც, არ ვიცი, ისე რა გამომდის რა. უბრალოდ ერთია რომ აი წელიწადში ერთხელ შეიძლება ეს ავფეთქდე და არ ვარ გახოლმე, ეგ ძალიან ცუდია. მიმართავს თუ არა ფსიქოლოგისთვის. არა. არ დამჭირებია ალბათ, რომ დამჭირდეს აუცილებლად. ვარ თუ არა ალერგიული. არა, საერთოდ. ერთადერთხელ მქონდა ალერგია, ისიც სასმელზე. ისიც რაც ალერგიის დამალევეს გადამიერა და გავაგრძელეს სმა და მეტი ეგეთი რამე აღარ გამეორებულა. მაქვს ფობია, წყლის ფობია მაქვს.
წყლის კი არა, უბრალოდ ზღვის. ანუ აი გაშლ სადაც აი ჰორიზონტი რო ჩანს მარტო და იმის იქით არაფერი. აი ჩვეულებრივად შევდივარ მდინარეში, ჩანჩქერში დავდგები, ჩავწები ყველაფერი, უბრალოდ აი ზღვა არ ჩავდივარ საერთოდ რა. და ამის მიზეზიც ვიცი, ბავშვობაში გადაწყვეტეს რომ მესწავლად სურვა და სადაც 5-6 წლის ხავე გადამაგდეს ზღვაში და აი მის მერე აღარ ზღვა მიყვარს არაფერი. მე ერთადერთხელ გადავწყვიტე რომ დამეძლია ეს შიში მაშინდელი ბავშვობის. წავედი აუზზე და აუზზე ხო ესეა ღრმავდება. იქეთ სახლი ისეთი აუზი იყო, აქ კიდე იყო თქვა 1.20 მეტრი, აქ იყო 9 მეტრის სიღრმე და მწვრთნელმა მითხრა რომ ისინი როა ეს ხელის მოსაკიდებელი რა დაროშკებს რო ეძახიან. ამ ბილიკი. ამ ბილიქს მოკიდე ხელი და გაყევიო სიღრმემდე და ფეხქვეშ რო ვერ იგრძნობ ვერაფერს, ჩამოკიდებული იქნებიო, კაი მეთქი. გავყევი და მოწყდა. და 9 მეტრის ჩავიძირე და მესამე შანსს აღარ მივცემ უნებას. წერების ფობია რომ აქვს, ეგეც თუ შედის, არ ვიცი, მაგრამ ვერ ვიტან ხოჭოებს, კალიებს, ღამის პეპლებს, აი ღამის პეპლები ეს ის ხება. დღის პეპელა ხო რაღაც დიდი ფრთები, ლამაზია რაღაცა. ეს დიდი თავი ბანჯგვლიანი პატარა საიზღარი. არ მოყვარს. კუნძულზე რო ვიყავით. ხო, კუნძულზე რო ვიყავით, შემიშვეს ოთახში, ცალკე კოტეჯი მქონდა, როგორც წაუყვას, მარტო შევედი, საშინელებები დახოხავდნენ გარეთ და შიგნით იყო სიცარიელი, დადიოდა ორი ამხელა ხვლიკი. ხვლიკი მიყვარს არ მეშინია ყოველ შემთხვევაში და ზიზღი არ მაქვს და ეს ორი ხვლიკი არ გააგდო, ამ ორი ხვლიკი და ეს ორი ხვლიკი რო გააგდო, ეგრევე შემო 200 კალიაო. 14 პეპელაო და 17 ობობაო და იმ ორ ხვლიკს ვუვლიდი, აი ჩემ თავს არ ვუვლიდი იქ მალაიზიაში ვარ რაღაც. სათვალე დამჭირდა ბოლო რამდენიმე წელია, ისიც უფრო ეთერში ვიკეთებდი, იმიტომ რომ სუფლერს ვერ ხედავდი, ეს როგორც ვერები თხეს თავის ტრამვების ბრალია, იმიტომ რომ ერთ თვალში მაქვს -3 და რაღაცა, მეორეში 0.25. ძალიან ცუდად ხედავ მარჯვენა თვალით, მოკლედ სათვალე მოვიხსნა 3-4 მეტრში ადამიანის სახეს ვერ ვარჩევ და გავდი შენურად ხედავ. ახლოს კითხულობ სათვალე. მაგრამ ფაქტია რომ დამჭირდა. და თან ისეთი რამე რომ ახლა დილას თუ რო გავიღვიძე, თუ არ გავიკეთე სათვალე, შეიძლება მთელი დღე აღარ დამჭირდეს ფერით, რომ მეგუება თვალი თუ არის, ამას არ ვიცი, მაგრამ უკვე ეგეც ჩვევა რა, პირველი იღვიძე, ეგრევე სათვალე. და მე დაახე სათვალე. ფაქტია რომ ჭირდება. აი ლინზებს ვერ ვგუები, ვერაფრით ეს თვალში თითის საშინელებია. COVID-19 ჩემს ცხოვრებაში COVID-ის პანდემიის დროს არაფერი ჯანმრთელად ჩვეულებრივად გადავატარო ყველაფერი. მე კი მქონდა ერთი-ორჯერ გაციებად, მაგრამ უკვე ის პერიოდი იყო, როცა აღარც აბოწვებდნენ და შეიძლება COVID-იც იყო აზე არ ვარ. დავდივარ თუ არა ხშირად ექიმებთან. არა, ძალიან იშვიათად, უბრალოდ ბოლო პერიოდში ამ თავზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, ანევრიზმების ოპერაციის შემდეგ 2-3-ჯერ მომიწია და ხანდახან არა, მიწევს ხოლმე ხანდახან, მაგრამ მაინც ზარმაცობ უფრო ვიდეო ვერიდები, იმიტომ რომ მეზარება ხოლმე ეს ადამიანის ბუნებაა, რაც სანამ ბოლომდე არ ჩაგაჭერს რაღაცა, მაინც ექიმთან არ მიდიხარ. ვიკეთებ თუ არა პროფილაქტიკურ ანალიზებს, ერთხელ გავიკეთე და ისეთები ამომიყარეს, რომ თავის ოპერაცია მოხდა, მაგასდებეთი აღარ მინდა, უბრალოდ თავის ტკივილზე, უბრალოდ მამაჩემს გავყევი, რაღაც გარკვეული პრობლემა მქონდა, აბრუცხოები და ასე შემდეგ და გავყევი მეც რა, ხა კაც მერტე თუ კატე თუ აქვე არ ვიცი, რა ტოსტერში ჩაკვდეს ორივე. რაღაცა შეუშვა და მეთქი ბარე მეც თავი მტკივა და დაზღვევა მაქვს ყველაფერი გავესინჯები თქო მეც მამაჩემის შემდეგ ჩავწექი ამ იმაში რაღაცაში ჩამდეს მე გავმიღეს მამაჩემს 10 აბი წამალი მიცეს და ეგ არის სულოდ და მე ეს ეგრევე საოპერაციოსკენ ეს თითით მანახეთ ცოტა ხანში იქ მოხდებიო იმიტომ რომ რამდენი მრავლობითი ანევრიზმა გაქვს თავზეო და სასწრაფოდ მისახედიაო იმიტომ რომ ეს შეიძლება 10 წუთში გასკდეს შეიძლება 10 თვეშიო კაცმა არ იცის მაგრამ ფაქტია რომ სასწრაფოდ იყო მისახედი გადავრჩი შეიძლება ითქვას ამ ვერც პროფილაქტიკურზე მივედი ამომიყარეს ეგეთი რაღაცები ეხა ყველაფერი კარგადაა ცხოვრობ თუ არა ჯანსაღი ცხოვრებით არა ვაღიარებ არ ცხოვრობ ერთადერთი თუ ჯანსაღ ცხოვრებაში გადის ისე რომ დავდივარ ძალიან ბევრს ფეხით შეიძლება ვიარო კილომეტრები იქნება ეს 15 კილომეტრი 20 არ აქვს მნიშვნელობა დავდივარ ძალიან ბევრს ფეხით თუ სადმე არ მეჩქარება ტრანსპორტითაც არ სარგებლობ ძალიან ხშირად სამსახურიდან სახლშიც ფეხით დავდიოდი ვიარო სადაც 12 კილომეტრი და ასევე ჰაიკინგი ჩემი გადაღებების თემაც ისეთია რომ სულ მიწევს ბუნებაში სიარული ასე რომ თუ ეგ ჯანსაღი ცხოვრებაა ცხოვრობ და ის რასაც ვაკეთებ ხოლმე რომ სიგარეტს ეწევი რაც საშინელებაა ეგ არ არის ჯანსაღი ცხოვრება მძინავს ცოტა ძალიან ცოტა სადღაც 3-4 საათი მაქვს საშუალოდ ასეთი გადაბმული წილი დანარჩენი სულ ხიზლობ ვიკვებები ადრე უფრო მეტ ჭამდი ახლა დაკლებად
საღამოობით ვიწყებ ხოლმე ჭაბას და ეგეც როგორც ვეუბნები, არის ძალიან ცუდი. და შეიძლება გავიდეს 1-2 დღე საერთოდ არ გამახსენდეს ჭამა რა არის. თუ რაღაც ვაკეთებ ისეც. ვარჯიშობ, ჩემი ვარჯიში არის სიარული, ისე და ისე სიარული, ხა დიდი წონების ქაჩვის თავი არა მაქვს და არც ნერვი. მაგრამ კი, დავდივარ ფეხით, ეგაა ჩემი ვარჯიში. ალკოჰოლი ჩემს ცხოვრებაში. რაც თავი მახსოვს. მიყვარს კი ალკოჰოლი მიყვარს, თუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლოთი ვარ და ყოველდღიო, მაგრამ ძალიან მიყვარს ლუდი, რის გარე, არ ვიცი, ყოველდღე შემიძლია დავლიო და ძალიან დიდი რაოდენობით, ლიტრობით. კიდევ უკვე არ მეტყობა არაფერი. ღვინოს ძალიან მიყვარს, ძიმე სასმელს ვერ იდები ისე და ისე ჯანმრთელობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თავის ოპერაციის პერიოდში ამაგზავნა ძიმე სასმელები, იმიტომ რომ ძალიან რთული, აი ნაბახუსებია შემდეგ, ძალიან რთული ცუდი ნაბახუსები მაქვს სწორედ არახზე და ეგეთ რაღაცებზე, ასე რომ კვერწლები არ დამელევია. მომიტეხია. თითები, ხელის მაჯები ორივე. ფეხი, ნეკნი, ფეხის თითებიც. ეს ყველაფერი იყო ცხენოსნობიდან გამომდინარე დიდი ნაწილი და ესეთი 90-იანი წლები. 90-იანი წლები, სადაც ხან ჩხუბი იყო, ხან ავარია იყო, მოკლედ ყველაფერი ერთად, კი, ძალიან ბევრი რამე მაქვს მოტეხილი. აი ხო თქვი მანამდეც, რომ უკვე რაღაც უბრალოდ რაღაცა რომ გამებზარებოდა ნეკნიან მაჯას, სახში აღარც ვამბობდი საერთოდ. რატო გაქვს ხელი შეხოლი? არა რაღაც ის როგორც რა. ჩაული მიჩემთვის. ადრენალინი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დიდი ადგილი ეჭირა ადრენალინს. გარკვეულ ასაკამდე, სხვა შორის დავაკვირდი და ბოლო აი 15-16 წელი ალბათ. არ ვიცი ეს არ გამოიწვია ის რომ ბავშვი ყავს და უფრო რაღაცა იმის მერე მივხვდი რომ რაღაც ცოტა ესე ნუ იქცევი რა წაკეთებ, ვაკეთებდი მანამდე. ფეხად თვითონ ის სპორტის სახეობაც რაზეც ვედავდიოდი, ძალიან დიდი ადრენალინი ეცხენოსნობა. დასვენება მიყვარს თაში თუ ზღვაზე, თაში, იმიტომ რომ არ არის ესეთი გამოთქვა, თაში ამართლა თავისუფლება, იქ ხარ, ის ვინც ხარ, იქ ხარ, გინდა მარტო დარჩები, რაღაც ბუნებასთან გინდა კონტაქტები უფრო ისეთ გემრიე ხალხს, მთის ხალხი სულ სხვა ხალხია რა. თაშიც მითხეს ერთხელ შვილო აქედან რომ ჩადიხარო, ქვევითო ხალხი ფუჭდებაო, იცოდეო, ქალაქი მოდისო ქვევითო და ამიტომ მე ავირჩევ მართლა თავის ხალხი ბუნებით ყველაფრით. მეშინია დამემართოს. ყველაზე უფრო მეშინია, აი ყველაზე უფრო მეშინია თვალის ექიმების დარბი და თვალზე დავემართოს რამებით, რომ თვალში მართლა წვეთების ჩასხმაც მიჭირს, აი თითის მიტანა მიჭირს ახლოს თვალთან, იმიტომ ვერ ისო ვერც ლინზებს ვერაფერს და თვალზე არ დამემართოს არაფერი, დანარჩენი რაღაცნაირად გაუკლავდებით. მე ვარ გიორგი ქორქია და მე ვარ პაციენტი.